უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისთვის, უსაფრთხო ქუჩები ველო მომხმარებლებისთვის ამ გზავნილებით 12-18 მაისს გაეროს მერვე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიმართა. კვირეულის მიზანი მულტისექტორული თანამშრომლობით ინკლუზიური უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების განვითარების ხელშეწყობა იყო. ღონისძიება ეგეტა მოტორსისა და Volvo Cars საქართველოს მხარდაჭერით მოეწყო, რომლის პარტნიორი საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა იყო. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილია ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთადაც უსაფრთხო გზების მოწყობაზე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთხელ. დილომშვიდობის აბა დავით. მადლობა თქვენი დროისთვის. რა იყო წლევანდელი წლის მიზანი? მე ვახსენე მოკლედ უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისთვის, ველო მომხმარებლებისთვის, ზოგადად უსაფრთხო ქუჩები საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და ბოლო თვეებში და დღეებში მომხდარი ძალიან ბევრი ტრაგიკული ფაქტი კიდევ მეტყოლებს იმაზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ჩვენ შემთხვევაში და როგორ ვერ ხდება ამ ყოველფრის გამოსწორება წლიდან წლამდე. მთავარი მიზნები რა იყო? წელს ამით დავიწყოთ და მე უკვე სად არის მთავარი გარღვევები და პრობლემები? გაეროს როგორც წესი ყოველ წელს აქვს პრიორიტეტი დასახული საგზაო უსაფრთხოებაში. მაგალითად წინა წლებში იყო ეს სიჩქარის კონტროლთან დაკავშირებული და მაღალი სიჩქარე რო კლავს და შევანელოთ სიჩქარე იყო მთავარი მიმართულება. ეს არ არის უბრალოდ სლოგანი, ხო, ამას უნდა მოყვეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ანუ მთავრობებმა უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომ ეს სიჩქარე შენელდეს თუ ვინმე ამას არ აკეთებს, ხო? ჩვენ წელს გვაქვს უკვე ქვეითებთან დაკავშირებული საკითხები, ანუ უსაფრთხოების საკითხები და ველომოსარგებლეთა თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია, ხო, იმიტომ რომ ერთის მხრივ მთელი ევროპა, ასე რომ ვთქვათ, თან ხვდება განვითარებული ქვეყნები, რომ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, რომ ქვეითისთვის იყოს უსაფრთხო და ასევე კომფორტული მოძრაობა, მაგრამ პირველ რიგში უსაფრთხო და ასევე ველო ტრანსპორტი აღარ განიხილება არსად როგორც ეს გასართობის საშუალება, ან უბრალოდ ვისვენებთ და დაუშვათ შაბათ-კვირას. არა, ეს არის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებიან ადამიანები A და B პუნქტამდე, სახლიდან სამსახურამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ინფრასტრუქტურაც და მათი უსაფრთხოებაც არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი ფაქტორი ველო ტრანსპორტი ჯერეთი რომ მცირე გაბარიტის ტრანსპორტი არის და საცობებს ასე რომ ვთქვათ არ იწევს, ხო? და მეორე მხრივ ეს ყველაფერი უკავშირდება მობილობის ავტოსატრანსპორტო მობილობის შემცირებას და ეკოლოგიის ხელშეწყობას, იმიტომ ეს არის ეკოტრანსპორტი სინამდვილეში. ყველაზე მთავარი ამბავი, რაც ველო ტრანსპორტ შეიძლება უკავშირდებოდეს. თქვენ ახსენეთ, რომ გასული წელი ეწუნებოდა სიჩქარის შემცირებას, ახლა უსაფრთხოებას ქვეითებისთვის თუ ველო მომხმარებლებისთვის. პრაქტიკაში რა შედეგს ვიღებთ ხოლმე და რა აზრი აქვს ამ კვირეულობის ჩატარებას? თუ ესწრებიან შესაბამისი წარმომადგენლები და მერე პრაქტიკაში ამის იმპლემენტაცია რამდენად? პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორს, საქართველოს ალიანსის საგზაო უსაფრთხოებისთვის, ეკალ ალიაშვილის მიერ იყო ორგანიზებული კონფერენცია საკმაოდ მაღალ დონეზე და მაღალ დონეზე ზუსტად აი ამ დეტალს გულისხმობს, რაც თქვენ მითხარით. წარმომადგენლობითი იყო კონფერენცია, მას ესწრებოდნენ შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლები, ვისაც ეხება დღეს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს გაეროს სლოგანი უბრალოდ არის თემის მიმართულება, გვაძლევს პრიორიტეტს. მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს უბრალოდ ესე ნათქვამად, ხო, რომ აი დავიცვათ უსაფრთხოება ქვეითის, ხო, ეს მოიცავს თელ რიგ ღონისძიებებს და უნდა მოიცავდეს თელ რიგ ღონისძიებებს. საქართველოში ქვეითებთან მიმართებაში თუ გავამახვილებთ ყურადღებას, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს. საგზაო შემთხვევაში დაღუპულთა მესამედი, დაახლოებით 150 ადამიანი არის ჯამში წლიური, ისე 450-დან 450 ადამიანი იღუპება. ჩვენი გათვლით ეს შეიძლება მეტიც იყოს ციფრი, იმიტომ რომ ეს არის საპატრულო პოლიციის მონაცემები და აქ არ შედის მთლიანად მთელი ქვეყნის მონაცემები, იმიტომ რომ საპატრულო პოლიცია არ ფარავს მთლიანად საქართველოს ყველა კუთხეს, ამიტომ ეს შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელიც კი 3-4 ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. და აქედან მესამედი არის ქვეითი. მესამედი არის ქვეითი, ხშირად საუბრობენ, ალბათ თქვენ ხშირად გინახავთ სოციალურ ქსელებში მძღოლი, როცა აბრალებს ქვეითს, ქვეითი აბრალებს მძღოლს, ხო ეს სურათი, მაგრამ დარღვევებს იგულისხმება. ზუსტად ესეთი კონფლიქტური სიტუაციები უნდა მოაგვაროს შესაბამისმა მუნიციპალურმა სტრუქტურებმა, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით. ანუ იგულისხმება ის, რომ ზებრა გადასასვლელი უნდა იყოს დაცული,
მაქსიმალურად იგულისხმება ის, რომ ზებრა გადასასვლელი მძღოლისთვის არ უნდა იყოს სიურპრიზი, ისე უნდა იყოს რა მოწყობილი ეს, რომ მძღოლს შეეძლოს რეაგირება ქვეითის მოძრაობას და თუნდაც ქვეითი შეიძლება გადადიოდეს ისე წესების დარღვევით, ხო? ამ შემთხვევაშიც არ უნდა მთავრდებოდეს ის დაღუპვით, იმიტომ რომ ევროპულმა ქალაქებმა, აი ჩვენ წინა წლის რო გითხარით, მე სიჩქარის გადაჭერბებასთან დაკავშირებით, ევროპულმა ქალაქებმა მიიღეს სიჩქარის ოპტიმალური ზღვარი, როდესაც შეჯახების შემთხვევაშიც კი ქვეითი გადარჩება, ეს ძირითადად ეხება ცენტრალურ ქუჩებს დიდი ქალაქების. ჩვენ სად ვართ ამ ზღვარში, რა უნდა იყოს ჩვენთვის ოპტიმალური და რამდენად ვცდებით ევროპულ სტანდარტს ამ ნაწილში? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ეს გაერო იქნება, ევროკომისია იქნება, ევროდირექტივა იქნება, ხო, ეს ასე ვიტყოდ, სარეკომენდაციო ხასიათის რიგ შემთხვევაში და რიგ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულებად გვაქვს აღებული ევროდირექტივების დანერგვა, დაინერგოს ბოლომდე და სრულყოფილად. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, იმიტომ რომ მაგალითად იგივე სიჩქარის შემთხვევაში მათ შორის გაეროს ქონდა ყველაზე ისეთი ხმაურიანი კამპანია, რომ სიჩქარე კლავს, იყო ესე მთავარი სლოგანი. მიიღეს ანუ მარტო ის კი არა რომ ვიღაცამ სიჩქარის გადააჭარბა და დავაჯარიმოთ, არა. მივიღოთ ის ზღვარი სიჩქარის, როდესაც საგზაო შემთხვევის დროს არავინ არ დაიღუპება. 30-40 კმ/სთ სიჩქარე განისაზღვრა ევროპული ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში. საქართველოში, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი სოციალურ ქსელებში, წლის წინ აქტიურად იყო ამაზე ლაპარაკი, მათ შორის ჩვენ რესპონდენტებთანაც, მაგრამ რეალობაში აღარ გვინახავს ზოგი ფიქრობს, რომ ეს სიჩქარის შეზღუდვა ქალაქის პარალიზებას მოახდენს. ხო, სინამდვილეში არის პირიქით, იმიტომ რომ ეს სიჩქარე დააბალანსებს იმ ადგილებს, სადაც შევიწროება არის და გამტარუნარიანობა უფრო გაიზრდება. ანუ ამას კვლევები ჭირდება, არ შეიძლება ეს არსებობს რაიმე კვლევა ამის თუ ეს უბრალოდ გამოცდილებაა სხვა ქვეყნების, სადაც შეიძლება სხვა ტიპის მოძრაობა, სხვა ტიპის კულტურა და სხვა ტიპის ქუჩებია ზოგადად ინფრასტრუქტურა. ეგეც, მაგრამ დღეს აღარ წარმოადგენს კვლევები ძალიან ძვირფას სიამოვნებას, როგორც ადრე. ადრე საჭიროებდა ძალიან ბევრი ადამიანის რესურსს. დღეს უკვე არის იმდენი საშუალება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხო? მათ შორის არის არაერთი smart პროგრამი, ანუ smart mobility-ის, რომელიც სწავლობს ესეთი ელექტრონული პროგრამები. ეს აღარ არის ძვირი სიამოვნება სინამდვილეში, რომ გამოვიკვლიოთ. შეიძლება დანერგვა უკავშირდებოდეს რაღაც საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ჩვენ გვჭირდება smart პროგრამების დანერგვა, ეგრეთ წოდებული გონიერი პროგრამების დანერგვა. ის სად რა დავნერგოთ? ეს კიდევ ერთხელ ამბობ, აღარ არის იმდენად ძვირფასი სიამოვნება, რომ ეს დავადგინოთ, უამრავი პროგრამის დახმარებით შეიძლება ეს გაკეთდეს, მაგრამ თვითონ დანერგვა შეიძლება უკავშირდებოდეს დანახარჯებს, რა თქმა უნდა. და ნება უნდა არსებობდეს ამის რეალურად რაღაცა ცვლილება. კი, პრიორიტეტი უნდა იყოს, ჩვენ რამდენიმე თვეა საქართველოში შექმნილი არის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ესეც მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია მათ შორის გაეროს კომისიაზეც, გაეროს კონფერენციაზეც გავაცანი. შესაბამის სტრუქტურებს და უთხარი საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის შექმნა კარგი ნაბიჯია, თუმცა ის არ უნდა იყოს უბრალოდ დეპარტამენტი, ხო? ის უნდა იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი, შეეძლოს კვლევების ჩატარება, შეეძლოს დასკვნის გაკეთება, ანუ მას ჭირდება მხარდაჭერა და ის უნდა გახდეს ლიდერი სტრუქტურა, ხო? ჩვენ გვაქვს დაუშვათ სტრუქტურა, მაგრამ არის თუ არა ის ლიდერი სტრუქტურა, არის თუ არა მისი გავლენა, კარგი გაგებით გავლენა და მოქმედებს თუ არა ეს გავლენა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურებზე და ამავდროულად. ანუ რეალურად არის თუ არა საგზაო უსაფრთხოების გადამწყვეტი დეპარტამენტს ამ ნაწილში აქვე მინდა კითხოთ, რადგან ვახსენე, რომ ბიზნესის მხარდაჭერით მოეწყო კვირაული, ბიზნესს რა როლი აქვს ამ ყველაფერში და რამდენად აქტიურად არიან ჩართულები ისინი ამ პროცესში? კი, ძალიან სერიოზული როლი აქვს ბიზნესს და მას შეუძლია ხელშეწყობა, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილში. ჩვენ ვიცით, არაერთი კომპანია გასულ წლებში, რომლებიც აქტიურობდნენ საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, მათ შორის ცნობიერების ამაღლება არის, ხო? ერთ-ერთი მთავარი მახსოვს მე არაერთი კომპანია, რომელიც აქტიურობდა საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ნაწილში, მაგრამ ცნობიერებასთან ერთად მათ უნდა წარმოადგინონ ახალი იდეებიც და უნდა მიიღონ უფრო მეტად მონაწილეობა ახალი სისტემების დანერგვაში. მათ შორის შესაბამის სტრუქტურებსაც სჭირდებათ თანადგომა არა თეორიული, არამედ ტექნოლოგიური და რაღაც ტენდენციებს დადებით ვხედავთ, ხო? ეხლა პირველ რიგში მე მაგალითად მოუწოდებდი იგივე შესაბამის კომპანიებს, ვისაც პრიორიტეტია საგზაო უსაფრთხოება, რომ მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს
რომლის კომპეტენციადაც განისაზღვრა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პრიორიტეტები, ხო, ის რეალურად უნდა დაინერგოს, ეს არის აქ თავი. საუბრობდით მოსახლეობის და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე და აი ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, საუბრობდით ეთერს მიღმაც, რომ სკოლის დამთავრების პერიოდებია, წინ ბანკეტებია და ვხედავთ ყოველდღიურად რაღაცა ავტომობილებით მოძრავ სკოლის მოსწავლეებს. აი ამ ნაწილში მოსახლეობის ინფორმირებულობა რამდენად მნიშვნელოვანია და საერთოდ ეს რა რეალობა გვაქვს, რა ჩვენთან ხდება ხოლმე განსაკუთრებით წლის ბოლო პერიოდებში სასწავლო წელს გულისხმობ, როცა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფატალური და ტრაგიკული შედეგი დგება ხოლმე. ჩვენ გვაქვს გამორჩეული კიდე შინაარსის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები, სადაც ძალიან სწორი სიტყვა მე მგონი განსაკუთრებული შინაარსის მატარებელი, სადაც სხვაგან ხდება თუ არა. თითქოს დაკავშირებული უკვე გარკვეულ ტრადიციასთან, რაღაც ეთნოკულტურულ რაღაც ტრადიციასთან, რომ ბოლო ზარზე მშობლები, ესე იგი, არ ვიცი, ჩუქნიან თუ ათხოვებენ ავტომობილს თავის შვილებს და უამრავი ტრაგედია მთავრდება და სინამდვილეში ძალიან ბევრი შემთხვევა ბოლო ზარის არის უბედურების ზარი რეალურად, იმიტომ რომ ხდება საგზაო შემთხვევები, სადაც იღუპებიან ბავშვები, არასრულწლოვნები და უბრალოდ მინდა მივმართო მშობლებს, რატო აკეთებთ ხალხო ამას, აი მართლა წარმოუდგენელია, რატო ღუპავთ საკუთარ შვილს, რატო ღუპავთ სხვის შვილებს, აი რატო აკეთებთ ამას, ანუ რა არის ეს, როდესაც აჟიტირებულ ბავშვებს, ანუ აჟიტირებულ კაი გაგებით ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში, ბავშვებს, რომელსაც მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეესაბამება საჭის მართვას, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი აძლევთ ავტომობილს და ღუპავთ ადამიანებს. აი ამას რატო აკეთებთ? ან ქორწილების ეს ხო უნდა დავასრულოთ სადღაც. ეხლა ყოველთვის ამბობენ, რომ აი დაჯარიმება იყოს და ასე შემდეგ, ხო? კი, იყოს, მაგრამ ყველა დარღვევაზე, ასე ვთქვათ, თითო ეკიპაჟი ვერ იქნება მიმაგრებული პოლიციის, ხო? ეს ხო ესე ვერ იქნება, ამიტომ კანონის აღსრულებელი ჩვენ ვართ. არ შველის ხოლმე მithumetes ასეთ პერიოდებში. ეს ქორწილის თემა მაგალითად ქორწილი არ იყოს საქართველოში ტრაგედიასთან დაკავშირებული. აი ხო შეიძლება ისე ჩატარდეს ეს ქორწილი, მართლა იყოს განწყობა, თხინი, ზეიმი და იგივე ბოლოზარის შემთხვევაში. ნუ ამას ამ ტრაგედიებს ხო ადამიანები ქმნიან თავად. ანუ კანონს უნდა აღვასრულებდეთ ჩვენ თვითონ და კანონი თუ არ სრულდება, ამას პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა შესაბამის სტრუქტურებს აქვს, მაგრამ პირველი კანონის აღსრულებელი ჩვენ ვართ. და უფროსი თავობა განსაკუთრებით ვისაც რაღაც გამოცდილება დაგვიდროვა. ცნობიერება და განათლება ამ ნაწილში ალბათ ბევრი საუბარიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ჩვენი პრობლემა არის კი თათია ზუსტად ეგ რომ ჩვენ მაგალითად გვაქვს პროგრამა შემუშავებული ფსიქოლოგებთან ერთად. ეს არის ბაღში შესატანი. ხაზგასმით ვამბობ, ბაღის ასაკის ბავშვებში უნდა ისწავლებოდეს საგზაო უსაფრთხოება, უნდა ისწავლებოდეს შუქნიშანი რა არის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ უნდა ავიდეთ და ჩამოვიდეთ, ტროტუარზე როგორ მოძრაობთ, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ამ პროგრამის შეტანა, ეს პროგრამა არის მზად, სხვათა შორის ძალიან ისეთ პროფესიონალ გუნდთან ერთად ქალბატონი თამარ გაგოშიძის ხელმძღვანელობით ჩვენ ჩავთეთ ფსიქოლოგები, იმიტომ რომ ეს სასწავლო მეთოდიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვმა ადვილად შეძლოს ამის ათვისება. რატო ვერ ხდება შესვლა? ამაზე ვსაუბრობ, ძალიან დიდი ხანია, რომ ბაღიდან უნდა დაიწყოს, სკოლიდან უნდა დაიწყოს, რა უშლის ხელს რეალურად, რომ ამის იმპლემენტაცია გადაწყვეტილება უნდა იყოს ხო მიღებული სინამდვილეში, არის რაღაცები მანამდე გაკეთებული, რომელიც არ არის სრულყოფილი, არ პასუხობს გამოწვევებს სკოლების შემთხვევაში მაგალითად რაც ისწავლება რაღაც ერთ დღეში ერთ საათს გადაარბენინებენ და ეს ხო არ ისწავლება რა ანუ საგზაო უსაფრთხოება ცოტა ესე დავიწროებულ თემად გვესმის მაგრამ სინამდვილეში ეგ არის ურბანული უსაფრთხოება როდესაც ჩვენ გამოვდივართ ქალაქში როგორ უნდა მიმოძრაოთ როგორ უნდა შეძლოს ბავშვმა მაგალითად 12 წლის ასაკში სკოლიდან სახლამდე მისვლა აი ეს მთელი გზა ჩვენ უნდა შევასწავლოთ და რაც თავი ეს არის ინდივიდუალური კიდე ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვანაირია და უშუალოდ ვენის ინფრასტრუქტურა სხვანაირია ხო ანუ სხვადასხვა ქალაქების სხვანაირი ანუ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ რეალობაზე მორგებული პროგრამით და ვასწავლოთ ისე რომ ბავშვებმა ადვილად შეძლონ ათვისება მე მინდა მივმართო მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ქალაქის რომ ჩვენ ეს პროგრამა გვაქვს, ეს პროგრამა არის მზად და შეგვიძლია ამის დანერგვაში მივიღოთ მონაწილეობა და შემოგთავაზოთ უნიკალური პროგრამა, სადაც იმ მუნიციპალიტეტის ბავშვების უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული, ვიდრე მანამდე
სანამ ეს პროგრამა დაინერგება, ხო? ცოდნას განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა. დათო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან მინდა რომ უახლოეს პერიოდში მქონდეს გაუმჯობესებული მონაცემები, რამდენი წელია რაც მუშაობთ და ამ თემას ვაშუქებთ. ყოველთვის არის განსხვავებული სამწუხაროდ რომ 450 ანუ არ ხდება ამ სტატისტიკის შემცირება. ერთ სიტყვით უბრალოდ ვიტყვით ათიაბოდში ბოლო წლებში გაიყინა ეს სტატისტიკა და ძვრა აღარა აქვს, ხო? და ძალიან სამწუხარო სტატისტიკა და კიდევ ერთხელ შეიძლება სრულყოფილიც არ იყოს ეს სტატისტიკა. ამიტომ ყველამ ერთად რამენაირად გავაუმჯობესოთ საგზაო უსაფრთხოება. მადლობა დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობდა BMG-ს შეკითხვებს.